ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო, რომელიც 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალებით მაკოლ ორთქიფანიძე. დაიწყო გამოცდებისთვის რეგისტრაცია და რა თქმა უნდა მეც უკვე დავრეგისტრირდი. ეს პროცესი იყო ძალიან მარტივი. ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპამდე, რომელიც მომავალს განაპირობებს, რამდენიმე თუ იაშორებს. სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად იმატებს ემოციური ტემპერატურა, თუმცა მიზნის მიღწევაში ამბობს, რომ ცოდნა და თავდაჯერებულობა დაეხმარება. ბარბარა გორდულაძეს პროფესია უკვე არჩეული აქვს. მომავალი სპორტული ჟურნალისტი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ სწავლას ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი გერმანიაში გააგრძელებს. მაქვს განსაკუთრებული სიყვარული სპორტის მიმართ, განსაკუთრებულად ფეხბურთის. ამიტომაც ჩემთვის ხედავ როგორც სპორტულ ჟურნალისტად საქართველოში, საქართველოს მიღმაც ევროპაში სწავლის პროცესი ძალიან მიადვილდება, კი რთულია, მაგრამ აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო და 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ისინი, ვისაც რეგისტრაციის საფასური გადახდილი ექნებათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო პროცესს ძირითად დროში ვერ დაასრულებენ, საგნებისა და საგამოცდო ქალაქების, ასევე საგამოცდო ენის შესახებ არჩევანის გაკეთებას 10 აპრილამდე შეძლებენ. დაიწყო რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის. იმ მოსწავლეებს, რომლებიც არადამამთავრებელ კლასში სწავლობენ, არ მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ცენტრი აბიტურიენტებს ტრადიციულად შესთავაზებს ღია კარის დღეებს. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის თავისუფლება წელსაც აქვთ პრიორიტეტული ჩამონათვალის არჩევას, წაშლას ან შეცვლას გამოსაცდელები აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეძლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ არის თუ არა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც აპირებენ გააგრძელონ სწავლა, სწავლის გადასახადი რამდენია, აქვს თუ არა რამე განსაკუთრებული მოთხოვნა ამ კონკრეტულ პროგრამაზე უმაღლეს სასწავლებელს, მაგალითად თუნდაც გაზრდილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ იმ კონკრეტულ პროგრამაზე ჩაერიცხო. სასურველი პროფესიისთვის საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეები. შესაბამის პირობებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. აკადემიური განათლების მიღებას ცოდნის დადასტურების შემთხვევაში შეძლებენ მსჯავრდებულებიც.